ფესტივალი ჩვენ დავიწყეთ ძალიან რთულ პირობებში, მოგეხსენებათ საქართველოში მიმდინარეობდა და მიმდინარეობს უწყვეტი პროტესტი. კონკურსი გამოცხადდა თებერვლის თვეში, მაინც გადავწყვიტეთ, რომ ფესტივალი არ ჩაგვეგდოდა, რაღაც ფორმით მაინც ჩაგვეტარებდა. მონაწილეები გახლავთ საერთაშორისო ფოტოგრაფები, ისევე როგორც ქართველები. მსოფლიოში თუ კი რამე კონფლიქტი არსებობს, თუ კი სადმე მნიშვნელოვანი თემა შუქდება, ყველა თემა თითქმის წარმოდგენილი, მათ შორის საქართველოში არსებული პროტესტი. ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოში ვარ. სულ ახლახან ჩამოვედი სუდანიდან, სადაც ვაშუქებდი ძალიან რთულ სიტუაციას. იმას თუ როგორ განადგურდა ქალაქი. როგორც ფოტოჟურნალისტი ორიენტირებული ვარ ომსა და კონფლიქტურ სიტუაციებზე. სწორედ ამიტომ ორშაბათს საღამოს 7 საათზე ჩავატარებ ლექციას, რომელიც ჩემს გამოცდილებას შეეხება. ასევე ვისაუბრებ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ფოტოგრაფია ორიენტირებული იყოს არა სამხედროებზე, არამედ მშვიდობიან მოქალაქეებზე. con lui per circa 3 anni. ბოლო 7 წლის განმავლობაში კატანიაში ვცხოვრობ, სადაც აღბეჭდა ვიქაურ სოციალურ კულტურულ ცხოვრებას. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი იყო ქუჩაში მცხოვრებ კაცზე, რომელსაც 3 წელი ვიღებდი. აღბეჭდა მისი ცხოვრების ყველაზე რთული მომენტები, მათ შორის მშობლების დაკარგვა, ჯანმრთელობის პრობლემები და სხვა. ამ პროექტზე დღემდე ვმუშაობ და მისი მთავარი გმირი აქ, ჩემთან ერთად. in questi 3 anni, tra cui il